ერთ შედეგზე, რომელიც მოხდა დასავლეთში, ქუთაისში ვატარებდი პრეზენტაციას, მეგობრებო და იქ ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, ქალბატონ ნონა, მე ისავარ თუ გაგიგიათ აი თბილისში რომ ხეთიდან საკაცით ჩამომასვენესო და ჩემზე უკვე ლაპარაკობდნენ, მაინც აქ მოკვდება და ჯობია სანამ ცოცხალია ჩაიყვანეთ ცოცხალი საქართველოში რომ დამარხოთო. მე ეს ისტორია მქონდა გაგონილი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა ანემია, იყო ძალიან რთული მდგომარეობა და რუსეთიდან მართლა საკაცით ჩამოიყვანეს საქართველოში. აი ამ დროს, როცა სისხლის გადასხმის ინსტიტუტი იყო მაშინ პავლოვზე, თუ არ ვცდები, და ამ დროს გაიგო, რომ ეს ბიჭი ესეთ მდგომარეობაშია და უკვე არაფრის იმედს არ აძლევენ. ეხლა რუსეთში ძალიან მაღალი დონის კლინიკაში იყო. იმის შემდეგ აქ რომ მოიყვანეს, უბრალოდ პირობითაც მაინც ავადმყოფოში უნდა დაეწვინათ რა, სანამ ცოცხალი. და ეს ბიჭი რომ სასწრაფოთი გადმოიყვანეს საკაცით და შეყავდათ სასტუმროში, იმ დროს დაადგა თავზე გზაში და ეუბნება, რა დღეში ხარო კაცო, ესე და აი ეს აიღეო. და ეს ქილაო გიშველისო. ეს ბიჭი ყვება რომ მე უკვე ჩემებსაც გამოვემშვიდობეო, ისეთ დღეში ვარო რომ ლაპარაკის თავიც არა მაქვსო და ეს ქალიო მაჩეჩებსო რაღაცას ხელშიო რაღაც ქილას და მეუბნევაო ეს მოგარჩენსო და კარგად გაგხდისო და ეს ბიჭი ამას უკვე მიყვება, რა ვიცი, გასული 6 თუ 7 თვე. აი ესე მართლა ეს ბიჭი არა მარტო ფეხზე დადგა, ოღონდაც ეს ბიჭი სვავდა ამბაო პლუს დღეში 6 ჯერ. და სამ ყოვს, როცა სხვებს 2 ყოვზი ყოფნით დღეში ერთხელ და აი ეს ბიჭი არა მარტო ფეხზე დადგა, მართლა მე იმის შემდეგ ოჯახიც შექმნა